ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა ახკვეთის ღონისძიების სახით. გამოჩნდა ჩვენებები, რომლის მიხედვითაც ყოფილ გენერალურ პროკურორსა და ბიზნესმენ ლევან ჯანჯველაძეს შორის დაპირისპირება არსებობდა. საქმის მასალებიდან ერთ-ერთი ჩვენება ფორმულამაც მოიპოვა და მას დღეს შემოგთავაზებ. ზოგადად კი ფარცხალაძის ადვოკატი ამ ჩვენებებს ირიბს უწოდებს. ყოფილი გენერალური პროკურორი და წლების განმავლობაში ივანიშვილთან მჭიდროდ დაკავშირებული ფარცხალაძე ახლაც რუსეთში ცხოვრობს. მას ქართული ოცნება იცავდა და სამსახურს უწევდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აგენტობაში მხილებისა და სანქცირების შემდეგ. ოთარ რომანოვ ფარცხალაძეზე უარის თქმა ბიძინა ივანიშვილს თბილისში მომხდარი რეზონანსული მკვლელობის შემდეგ მოუწია. ყველაფერი შეცვალა სწორედ გავლენიანი კანონიერი ქურდის მერაბ ჯანჯველაძის ძმის ბიზნესმენ ლევან ჯანჯველაძის მკვლელობამ. თავდაპირველად გამოძიების მიმდინარეობა არ ტოვებდა შტაბ-ეშტილებას, რომ პროკურატურა დამკვეთს დაასახელებდა. საბოლოოდ ივანიშვილის რეჟიმმა განაცხადა, რომ რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ჯანჯველაძის მკვლელობის დავალება ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა გასცა. დაუბრუნდეთ საქმის მასალებს. ჩვენი ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. ნატალი, რა ჩვენება გამოჩნდა საქმეში, ვინ აძლევს ამ ჩვენებებს და რა სხვება მოწმე? ექსკლუზიურად მოიპოვა საქმის მასალებში არსებული ერთ-ერთი ჩვენება, საუბარია რუსეთის მოქალაქე ილია მიკულსკის გამოკითხვის ოქმზე, რომელიც ქართველ გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ. ეს დოკუმენტი თარიღდება 26 დეკემბრით და სწორედ 3 დღეში უკვე 29 დეკემბერს ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი, სადაც ითქვა, რომ საგამოძიებო ორგანო ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს ჯანჯველაძის მკვლელობის ორგანიზებაში. ამ ჩვენებიდან ჩვენ ვარკვევთ, რომ ეს კონკრეტული პიროვნება საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალურად ჩამოიყვანეს იმისათვის, რომ მას ჩვენება მიეცა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით. ეს ადამიანი ჯანჯველაძის გარემოცვის წევრია და ამ ჩვენებიდან ვიგებთ, რომ 2025 წლის თებერვლის თვეში მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში მას ჰქონდა შეხვედრა ლევან ჯანჯველაძესთან, სადაც ლევან ჯანჯველაძე საუბრობდა ოთარ რომანოვზე და აცხადებდა, რომ ისინი მტრებად იქცნენ, რომ მათ შორის არსებობდა დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება და კონფლიქტი უკავშირდებოდა ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს და ასევე ამ ჩვენებაში ეს კონკრეტული მოწმე საუბრობს იმაზეც, რომ მაშინ იმ დღეს ლევან ჯანჯველაძემ ასევე ახსენა ძმები მიქაძეები და განაცხადა, რომ სწორედ ოთარ ფარცხალაძე არის ის პირი, რომელიც დავალებებს აძლევს ძმებ მიქაძეებს. 2025 წლის თებერვლის დასაწყისში მოსკოვში რესტორან სევერიანეში შეხვდი ლევანს და ვთხოვე ფულის სესხება. ლევანმა მომცა ფული ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე და მითხრა, რომ ჰქონდა პრობლემები ერთ-ერთ პირთან, რომელიც იყო საქართველოდან. მან მითხრა, რომ აღნიშნული პიროვნება მართალია იყო საქართველოდან, მაგრამ ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც ჰქონდა გავლენები და იყო ყველაფერზე წამსვლელი. მისგან ელოდებოდა აშკარა სიცოცხლის საფრთხეს. მან ასევე მითხრა ამ პიროვნების სახელი ოთარი. მითხრა ქართული გვარიც, თუმცა არ დამამახსოვრდა, მაგრამ დამამახსოვრდა მისი რუსული გვარი რომანოვი, რადგან ეს არის ძალიან ცნობილი გვარი რუსეთში. ლევანის მკვლელობის შემდეგ, როდესაც გაჟღერდა ამ ადამიანის სახელი, მაშინვე დავიმახსოვრე მისი ქართული გვარი ფარცხალაძე. მე ბუნებრივია დავინტერესდი ამ საკითხით და რესტორანში ლევანთან საუბრის დროს ვკითხე რა ხდებოდა. მან მითხრა, რომ სიგარეტის და ალკოჰოლის გადაზიდვების თემებთან დაკავშირებით ჰქონდა დაპირისპირება ოთარ რომანოვთან და მისგან გრძნობდა სერიოზულ საფრთხეს, რადგან ამ ბიზნესში მათი გზები გადაიკვეთა და კარგი ნაცნობებიდან მტრებად იქცნენ. მე მას დავუსვი შეკითხვა ამ პიროვნებისგან მხოლოდ რუსეთში გრძნობდა საფრთხეს თუ საქართველოშიც, რადგან ვიცოდი, რომ ლევანი ხშირად ჩადიოდა საქართველოში. რაზედაც ლევანმა მიპასუხა, რომ საფრთხეც გრძნობდა როგორც რუსეთში, ისე საქართველოში, თუმცა საქართველოში ჩასვლის დროს რა უსაფრთხოების ზომებს ღებულობდა, ჩემთვის არ დაუკონკრეტებია. ერთადერთი რაც მითხრა, საქართველოში ოთარ რომანოვს ყავდა მისი ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებიც ასრულებდა მის დავალებებს, გვარად მიქაძეები. აღნიშნული გვარი მიქაძეები კიდევ უფრო აღვიდგინე მოგვიანებით საინფორმაციო საშუალებებში ლევანის მკვლელობის შესახებ ინფორმაციების წაკითხვის შემდეგ. როდესაც გავიგე ლევანის მკვლელობის ამბავი ძალიან განვიცადე, რადგან ლევანი იყო კარგი ადამიანი. სწორედ ამ დროს გამახსენდა ყველა მასთან წარსული საუბარი, ჩვენს შორის ოთარ რომანოვისგან და მისი ნდობით აღჭურვილი პირებისგან მიქაძეებისგან მოსალოდნელ საფრთხეს.
დღეს ოთარ ფარცხალაძის საქმეზე პირველი სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც იმსჯელეს ყოფილი გენპროკურორისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ოთარ ფარცხალაძეს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს. შეერთებული შტატების მიერ რუსული FSB-ს აგენტად მხილებულს სასამართლომ დღეს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს სხდომას მისი ადვოკატი დაესწრო, რომელმაც საქმეს შეკვეთილი უწოდა, თუმცა ვის მიერაა ფარცხალაძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება შეკვეთილი, დაცვის მხარე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს. ყოფილი გენპროკურორის უფლებადამცველი ივანიშვილის როლზე და мотивაციაზე საუბრისგან თავს იკავებს. ამას პირობითად შეიძლება უწოდოთ შეკვეთილი ბრალი. ვის მიერ არის შეკვეთილი? ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია, რომ დაიჭირონ ოთარ ფარცხალაძე? ჩვენ არ ვსაუბრობთ და მე განცხადებაც გავაკეთეთ, რომ ჩვენ პოლიტიკურ საკითხებს ვემიჯნებით. ოთარ რომანოვ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმის მასალებში რუსეთის მოქალაქეების ჩვენებები დევს, როგორც მასალებიდან ირკვევა პუტინის რეჟიმის ორი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალურად დასაკითხად ჩამოიყვანეს. საუბარია ჯანგველაძეების გარემოცვის წევრებზე, რომლებიც ადასტურებენ, რომ ფარცხალაძესა და ჯანგველაძეებს შორის უთანხმოება ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულმა საკითხებმა გამოიწვია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. რუსეთიდან ჩამოსული პირები, მათ შორის მაგისტრი მოსამართლის წინაშეც დაიკითხნენ. ეს არის ლევან ჯანგველაძის ახლობლები, მათი მეგობრები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ მომართეს საგამოძიებო ორგანოს და ეს იყო მათი მოქალაქეობრივი ვალიც, რომ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და რა ინფორმაციასაც ფლობდნენ, მიაწოდნენ გამოძიებას. ეს მოწვევები ადასტურებენ, რომ ლევან ჯანგველაძე მათ უყვებოდათ ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომ დაპირისპირება გააჩნდა, ამ შემთხვევაში ფარცხალაძეს მასთან. რამოდენიმე დღის უკან თურმე საქართველოში ჩამოვიდა ორი რუსეთის მოქალაქე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომლებმაც განაცხადეს, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს პირობითად, რომ თურმე მათ ჰქონდათ ბიზნეს დავებთან დაკავშირებით ურთიერთობა. ჯერ რომელ ბიზნესზე იყო საუბარი? რატომ არის გამოკვეთილი არის, რომ ეს სიგარეტების ბიზნესი მართლაც არსებობდა? მხოლოდ საუბრობს. რუსეთის მოქალაქეების გარდა ყოფილ გენპროკურორს ხელს სხვა მოწმეებიც ადებენ, მათ შორის მტკიცებულებების სახით საქმის მასალები აუდიო ჩანაწერებსაც მოიცავს. თუმცა დღეს ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმის პროკურორმა დეტალები არ გაამხილა. არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები და აქვე დავსვენ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სპეციფიური გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებები ერთობლიობაში ასაბუთებს ყველა ბრალდებულის ბრალეულობას. პროკურატურის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ გამოძიება ფარცხალაძის წინააღმდეგ აგვისტოში დაიწყო, ანუ მას შემდეგ, რაც ივანიშვილის გარემოცვის უახლოეს წევრს ქვეყანა დაატოვებინეს. საგამოძიებო ორგანო ადასტურებს იმასაც, რომ ფარცხალაძე ახლა რუსეთშია და პროცედურების შესაბამისად ქართული მხარე მოსკოვს მის ექსტრადირებას მოსთხოვს. ექსტრადირებას როდის მოითხოვთ ფარცხალაძე? ძალიან მარტივ, ჯერ ვიხილება საქმის აღკვეთ ღონისძიების გამოყენების საკითხი. მოხდება თუ არა რუსული პასპორტის მქონე ოთარ რომანოვ ფარცხალაძის საქართველოში ექსტრადირება და იმ შემთხვევაში თუ პუტინის რეჟიმი თავის აგენტს თბილისს არ გადასცემს, მზად არის თუ არა ოთარ ფარცხალაძე საკუთარ პროცესებში მონაწილეობა დისტანციურად მიიღოს, თუ საკუთარ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამ კითხვებს დღეს მისი ადვოკატი გაექცა. ქართული მხარე მოითხოვს მის ექსტრადირებას საქართველოში. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ოფიციალური მოსკოვი გადასცემს თბილის ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მხილებულია რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. ნახეთ, მოდით ჩვენ ვისაუბროთ კონკრეტულ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. სახელმწიფო უწყება, საგამოძიებო ორგანო, რას გააკეთებს, ეს მათი საკითხია. დისტანციურად თუ ჩაერთვება ხოლმე პროცესებს ფარცხალაძე, ამაზეც გითხარით ბატონო გაგი. რატომ გადაწყვიტა ოლიგარქმა მაინც და მაინც ახლა ოთარ ფარცხალაძის დასჯა? მაშინ, როცა ყოფილ მთავარ პროკურორთან კითხვები უკვე წლებია არსებობს და არც მეტი არც ნაკლები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ 2023 წელს ამხილა რუსული სპეცსამსახურების სასარგებლო მოქმედებებში. ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილს ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროსთვის ანგარიშის გაწევა უწევს, რადგან კრიმინალურ სინდიკატში დიდი გადალაგებებია. ოლიგარქი კი
მეტწილად მათზეა დამოკიდებული. მაშინ როდესაც ის სახელმწიფოს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატში იყო ბრალდებული და სანქცირებული მაგის გამო მთელი სახელმწიფო აპარატი და რეჟიმი გადაეფარა მას, იმიტომ კიდევ ხო რასაც ფარცხალიძე მაშინ აკეთებდა, ის აკეთებდა არა თავისთვის და თავისი ნებით, არამედ აკეთებდა იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ივანიშვილი და ამჯერად ეს უკვე რაღაცა მოხდა ანგარიშის გაწევა ივანიშვილის მხრიდან იმ ქურდული სამყაროს მიმართ, რომელიც ითხოვს ალბათ დამნაშავის თავს მისგან. ძებნილი ფარცხალაძის შემდეგი პროცესი თებერვალშია ჩანიშნული. ივანიშვილის ერთ დროს მარჯვენა ხელს ბრალად ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება ედება. მას თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ ემუქრება.